პოლიტიკური შეფასებები არ წყდება გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წერილზე, რომლითაც მათ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის კითხვებს უპასუხებს. ბუნდესტაგის ადასტურებს, რომ პეტერ ფიშერი პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელს შეხვდა და ეს შეხვედრა 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა. როგორც გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ჩატარდა. გერმანიის მთავრობის პასუხებს, რომელიც ელჩის საქართველოში საქმიანობას და პარტია საქართველოსთან შეხვედრას ეხება, გახარიას პარტიის წევრები გამოეხმაურნენ. კომენტარები გაკეთდა უმრავლესობაშიც. ნებისმიერი შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური ძალა გახარია საქართველოსთვის ახორციელებს ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან, ეხება რა თქმა უნდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ეხება იმას, რომ არავითარ შემთხვევაში სანქციები და შეზღუდვები არ შეეხოს ვიზა ლიბერალიზაციას, იმიტომ რომ ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ შეზღუდვები არ შეხებოდა ქართველი ხალხის მონაპოვარს ვიზა ლიბერალიზაციას. შესაბამისად ეს შეხვედრაც ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, თუ როგორ შევცვალოთ მდგომარეობა, არსებული ვითარება და როგორ გავაცოცხლოთ საქართველოსთვის ევროპული მომავალი, რომელიც მოკლა ქართულმა ოცნებამ საკუთარი გადაწყვეტილებით. ეს არის ყველაზე დღეს პოპულარული პარტია გერმანიაში, სვავ შეკითხვებს და ამ შეკითხვებზე პასუხს არ აძლევს, საერთოდ არ აძლევს, ან რაღაცა კომიკურ პასუხს აძლევს. კითხვებზე პასუხს იმიტომ გაორმეორე, ყველა მიმართულებით დარღვეული აქვს, ყველა კონვენცია და ყველა კანონი და მორალური კანონი დარღვეული აქვს ელჩს. და ეს ელჩის ბრალი არ არის რასაკვირველია, შესაბამისი ინსტრუქცია აქვს მთავრობიდან და ეს მთავრობა ცდილობს დღეს დაიცვას თავისი ელჩი. ყველა მიმართულებით ეს არის უპატივცემულობა, რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა საქართველოსი, ქართული საზოგადოების, მაგრამ არანაკლები უპატივცემულობაა გერმანიის მიმართ, პოლიტიკური სისტემის და ზოგადად საზოგადოების მიმართ, რომელიც ბიუჯეტში ფულს იხდის.